რას აკეთებს ადამიანი, როცა არავინ უყურებს? დახუჭე თვალები, წარმოიდგინე ოთახი, სადაც სიბნელე, სიჩუმეს ვერ ფარავს. შენ მარტო ხარ, ან ასეთ პონია. პონია, რომ არავინ გიყურებს, მაგრამ ყოველთვის რაღაც. შენ შინაგან სამყაროს უყურებს, შენი ჭრილი, შენი ფიქრები. რაც დღის შუქზე არასოდეს გამოგაქვს. შეიძლება ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი მარტოობაა, მაგრამ არა. აქ იწყება სიჩუმე, რომლებიც მიიღბებს ირგებს. შენი ნამდვილი სახე ლაპარაკობს, ხმის გარეშე. რა გემართება მაშინ, როცა არავინ გიყურებს? ვის ელაპარაკები? რისი გვეშინია? რატომ გრჩება განცდა, რომ მაინც გიყურებენ? გაიხსენე პირველი მარტოობა, პირველი სიჩუმე ოთახში, როცა მარტო დარჩი. შეიგრძენი შიში, რომელიც სხეულში დარჩა, მაგრამ თან რაღაც ძალიან მიგიზიდავს. ადამიანი მარტოობაში ისე იქცევა, როგორც არასდროს საჯაროდ. ჩურჩულებს საკუთარ თავთან. აკეთებს იმას, რასაც საჯაროდ არასოდეს გააკეთებს. შეიძლება ვფიქრობ, რომ მარტო ხარ, მაგრამ სადღაც სივრცეში ვიღაც შენს ფიქრებს აგროვებს. უნდა უცნაურად ჟღერდეს, შენ ვიღაც გიყურებს. შენი საკუთარი ჭრილი, ან შესაძლოა უფრო დიდი სიჩუმე. რა შეიძლება გამოაჩინო მხოლოდ მაშინ, როცა არავინ გიყურებს? რა ფიქრებს უმალავ დღის სინათლეს? თითოეულ ჩუმონაკვეთში იმალება ჩვენი სულიერი სიღრმე. ეს შეიძლება იყოს მტკივნეული, ლამაზი, უცნაური, მაგრამ ყოველთვის დაფარული. ჩურჩულებს შენი ჭრილი, შენი ფიქრები, შენი შინაგანი ხმა. ისინი გიყურებენ, გისმენენ. ახლა ისევ წარმოიდგინე ოთახი, ბნელი, ჩუმი, კაფიო. შენ ისევ მარტო ხარ, მაგრამ ახლა იცი. მარტოობა არასოდეს არის მხოლოდ მარტოობა. შენ ხარ იქ მარტო შენს თავთან, მაგრამ შენს ირგვლივ რაღაც უფრო დიდია. შენი ჭრილი, შენი ფიქრები, შენი სული. ისინი ჩურჩულებენ შენზე. რას ხედავ შენ საკუთარ თავში მაშინ, როცა გგონია, რომ არავინ გიყურებს? გინდა პასუხი? მზად ხარ? შენ ყველაზე ნამდვილი მაშინ ხარ, როცა მარტო ხარ. ყველაზე გულწრფელი, ყველაზე დაუცველი, ყველაზე თავისუფალი. და ამ თავისუფლებაში იბადება შენ შიგნით სიმართლე, რომელსაც არასოდეს აჩვენებს სხვას.